ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. პრემიერი პარლამენტში ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მიიწვია. როგორც ცნობილია, ინტერპელაცია ორ საკითხს შეეხება. კითხვები დაისმება უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმასთან და იგილ ჰილსის პროექტთან დაკავშირებით. პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით კითხვა-პასუხის და ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია დებატები და სიტყვით გამოსვლები. პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენასთან დაკავშირებით პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს. რადიო თავისუფლებამ პეტერ ფიშერის ინტერვიუს ნაწყვეტი გაავრცელა, სადაც გერმანიის ელჩი საქართველოს შესახებ საუბრობს. მისი თქმით, თუ კი შენ ხარ ქართველი და შენი მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებაა, გაფართოების შესახებ ანგარიში კატასტროფულია. დიპლომატი მოუწოდებს ადამიანებს წაიკითხონ აღნიშნული ანგარიში. ის განმარტავს, რომ გერმანია იწონებს და ეთანხმება გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშს და მოელის, რომ დეკემბრის ევროპულ საბჭოზე ევროკავშირის ლიდერებიც დაამტკიცებენ ამას. მისივე თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნდობაზე დაფუძნებით მიენიჭა, თუმცა არსებულ პირობებში და არსებული კურსით გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე და ამას აღარც ევროკავშირში გეგმავენ. მართველი გუნდი დასავლეთის კრიტიკას განაგრძობს. ამჯერად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბრიუსელი თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული. კერძოდ, პაპუაშვილი გამოცემა პოლიტიკოს მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს ამბობს ევროკავშირში უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან შეხვედრაზე. პაპუაშვილი აცხადებს, რომ როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული, მსგავსი შედეგები დგება. ოპოზიციაში მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ქართული ოცნება საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციაში აქცევს. ბლუმბერგმა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს იური უშაკოვს ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ თავის წინადადების საუკეთესოდ წარდგენა. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევის შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ეგრეთ წოდებული 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის საუბრის ჩანაწერზე. სტატიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა განაცხადა, რომ არსმენია სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელზეც ბლუმბერგმა თავისი სტატია დააფუძნა, თუმცა არ გაკვირვებია, რადგან ეს არის სტანდარტული პრაქტიკა და ის, რასაც გარიგების შემსრულებელი აკეთებს. ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროს სასჯელის 27 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაავალა. მოსამართლემ დაადგინა, რომ საქმე საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივიდა და შემდგომი სააპელაციო საჩივრის შეტანა აღარ შეიძლება. 70 წლის ბოლსონარო დამნაშავეცნეს შეთანხმების ხელმძღვანელობაში, რომელიც მიზნად ხელისუფლებაში მის დარჩენას ისახავდა. მას შემდეგ, რაც ბოლსონარომ 2022 წლის არჩევნები მემარცხენე კონკურენტთან ლუის ინსაიუ ლულა და სილვასთან წააგო. ბოლსონაროს სასჯელის მოხდას დედაქალაქ ბრაზილიაში ფედერალური პოლიციის ციხის საკანში დაიწყებს, სადაც შაბათიდან მას შემდეგ იმყოფება, რაც გაქცევის რისკის არსებობის გამო შინაპატიმრობიდან გადაიყვანეს. კვირას გამართულ სხდომაზე ბოლსონარომ აღიარა, რომ მტერბზე დამაგრებული მონიტორის გახსნას შედუღების უთოთი ცდილობდა. მისი მტკიცებით გაქცევის განზრახვა არ ჰქონდა და ქმედების მიზეზი მედიკამენტებით გამოწვეული პარანოია იყო.